Ლითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს არის დღესასწაული წინა დაცვეთის. ეს ძველ აღთქმაში იყო ასე, რომ ჯერ კიდევ აბრაამის დროს ღმერთმა რომ აღთქმა დაუდო აბრაამს. ერთგვარი შეთანხმებასავით იყო ესე რო ვთქვათ, რომ ღმერთი მოხედავდა აბრაამის თავმავლობას და აბრაამის თავმავლობას კი უნდა ღვთისმცნებისამებრ ეცხოვრა. და ეს წინა დაცვეთა იყო, ესე იგი, ადამიანის მხრიდან გამოხატულება იმისა, რომ სურვილი რომ მე მინდა რომ ღვთის ერში ვიყო და ღვთის რჩეულ ერში ვიყო. აი როგორც მაგალითად ეს წინა სახეა, დღეს ადამიანი ინათლება და ამით ეკლესიის ნაწილი ხდება. მაგრამ მხოლოდ მონათვლით კი არ ხდება, არამედ იმ წესით, ქრისტიანული ცხოვრების წესით, რასაც გულისხმობს თავად ნათლისღება, რა პირობასაც დებს ადამიანი ნათლისღების დროს. ეს წინა დაცვეთა თავად უფალმაც მიიღო. მერვე დღეს ხდებოდა ხოლმე ის, რომ ბავშვი მიყავდათ და ხორცის ზედმეტ ნაწილს აჭრიდნენ. წინა დაცვეთა ხდებოდა. და უფალს ეს არაფერში არ ჭირდებოდა, მაგრამ უფალმა ყველა ის წესი აღასრულა, რაც იყო ძველ აღთქმაში. ანუ დღევანდელი დღესასწაული ჩვენ კიდე რას გვასწავლის, რომ უნდა ადამიანი ცდილობდეს, რომ ის საეკლესიო წესი აღასრულოს. წესი არ არის მთავარი, რა თქმა უნდა. მთავარია, რომ ეს წესი რისთვისაც შეიქმნა, ის მოხდეს ადამიანში, ანუ ადამიანმა ნაყოფი გამოიღოს, მაგრამ თავის დროზე და თავის ადგილზე ამ წესის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. და პირიქით თუ ვიტყვი, თუ ამ წესს არ შეასრულებს ადამიანი, მაშინ რას ვამბობთ ხოლმე ადამიანზე? როგორია უწესო ადამიანი? ესმიდან წესიერი ადამიანი ნიშნავს, რომ ცდილობს, რომ ის საღვთო წესი აღასრულოს. აი როგორც მაგალითად ხისთვის ახლა ფოთლები არ არის მთავარი. მთავარი ნაყოფია, მაგრამ ის ფოთოლი ხო ეხმარება იმაში, რომ ნაყოფი გამოიღოს. ადამიანსაც ამ წესის, საღვთო წესის შესრულება ეხმარება იმაში, რომ ადამიანმა ნაყოფი გამოიღოს. აი მაგალითად დღევანდელ დღეს არის ხსენება წმინდა დიდი მღვდელმთავრისა ვასილი დიდისა. 330 წელს დაიბადა წმინდა მღვდელმთავარი ვასილი. ის ცხოვრობდა ოჯახში, სადაც 10 შვილი იზრდებოდა. მისი პაპა ჯერ კიდევ მოწამეობრივად იყო აღსრულებული. წარმოიდგინეთ, მოწამეობრივად აღსრულებული პაპის თავმავალია. მამაც და დედაც, წმინდა ბასილი და ემილია, წმინდანად არიან შერაცხილი. და წმინდა ბასილი დიდთან ერთად კიდევ 4 დედმამიშვილი. წმინდა გრიგოლ-ნოსელი, წმინდა მაკრინე და წმინდა პეტრე სებასტიელი, ესეც მღვდელმთავარი იყო და თეოზო დიაკონისა. და ის დანარჩენი 5 ჩვენ არ ვიცით, ისინი შეიძლება უბრალოდ საერო ცხოვრებით ცხოვრობენ, ესენი უფრო სასულიერო მხრივ იყვნენ. ისინი შეიძლება საერო ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ეს გზა აირჩიეს, მაგრამ იქ შეიძლება პატიოს ნატკეცის სინდისიერად მეოჯახე ცხოვრებით მათ სული განიწმინდეს. ჩვენ ამის შესახებ უბრალოდ არ ვიცით. წარმოიდგინეთ, ერთი ოჯახიდან აი უკვე 8 წმინდანი ჩამოვთვალა. რამხელა მნიშვნელობა აქვს წინაპარს და რამხელა მნიშვნელობა აქვს მშობელს და ასევე დედმამიშვილს, იმიტომ რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ვასილი დიდის აღზრდაში თავის უფროს დას მაკრინეს. შემდგომში მაკრინე და დედა ემილია მონასტერში ცხოვრობდნენ, მონაზვნები მონასტერში ცხოვრობდნენ. თავად ვასილი სასწავლებლად როდესაც იყო ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ ათენში გაიცნო გრიგოლ ღვთისმეტყველი. ესეც ერთ-ერთი დიდი კაბადოკიელი მამა, ვასილი დიდიც და გრიგოლ ღვთისმეტყველიც კაბადოკიელები იყვნენ. კაბადოკიელები ქართველებსაც ენათესავებიან. სხვათა შორის არსებობს ასეთი
მოსაზრება და ძალიან ისეთი მყარი, რომ შეიძლება ისინი სწორედ იმ ქართველური ტომებიდან ყოფილიყო. და ათენში გაიცნეს მათ ერთმანეთი, ახლა წარმოიდგინეთ ამ ხელა ფილოსოფიის და მეცნიერების ქალაქში ჩავიდნენ, ერთმანეთი გაიცნეს, გამეგობრდნენ და ცხოვრების ბოლომდე ერთად ბოლომდე მეგობრობდნენ. ან როგორ არ შეუყვარდებოდათ ერთმანეთი, რო გაიგებდნენ, რომ თავისი მხრისა და ქართველი რო გაიცნოს სადღაც. მათზე წერია, რომ მათ მხოლოდ ორი გზა იცოდნენ, ერთი სასწავლებლის და მეორე ტაძრის. დღეს რო ახალგაზრდა კაცი გაუშვა ათენში. შეიძლება ყველა გზა იცოდეს, მაგ ორის გარდა, სასწავლებლისა და ტაძრისა, მაგრამ ესენი სხვანაირად იყო. შემდეგ მოიარა წმინდა ბასილი დიდმა ეგვიპტის უდაბნოება. ეგვიპტე საოცარი ადგილი იყო სამოღვაწეოდ და უამრავი წმინდა მამა, წმინდა მოღვაწეა იქიდან. ესე იგი, თებაიდის უდაბნო იყო ზემო ეგვიპტე. იქ აი მაგალითად ჩვენ რო გავგონია ანტონი დიდი, რომელიც განდეგილური ცხოვრების ფუძემდებელია, პახუმი დიდი, პავლე თებაიდელი, წმინდა სისოი დიდი, პიმენი დიდი, არსენი დიდი, ესენი სულ იქ მოღვაწეობდნენ. საოცარი ადგილი წმინდა პამბო ესეთი მოღვაწე იყო კიდე. და უამრავი ესე იგი და ეს მონასტრები მოიარა, ასევე პალესტინის მონასტრები მოიარა, იერუსალიმის და შემდეგ მან შეადგინეს ზნეობრივი შეგონებები მონაზონთათვის. ეს საოცარი რამეა, რაც მან შეადგინა. ასევე მონასტერში ცხოვრების დროს წმინდა ბასილი დიდმა და გრიგოლ ღვთისმეტყველმა გამოარჩიეს ორიგენეს ნაშრომებიდან, აი დღეს რომ ფილოკალია სხვადასხვა ქართულად ითარგმნება. ეს უდიდესი ნაშრომია, რაც მათ გააკეთეს. ასევე მას ეკუთვნის წმინდა წერილის განმარტებები, ასე ეკუთვნის წერილები, ღვთისმეტყველო ნაშრომები და კანონიკური ნაშრომები, ესე იგი სულის კანონში რაც არის შეტანილი. და ეხლა ესენი რატო ჩამოთვა, ეს კიდე ყველაფერი არ არის, რაც მან შეძლო და გააკეთა და 49 წლისა გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, აი ამბობენ ხოლმე, რომ ვიღაცა სამი ცხოვრება რო იცხოვრო, ამდენს ვერ გააკეთეს. რაც ამ კაცმა გააკეთა, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმდენად სუსტი იყო, ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო და ერთხელ როდესაც აი მან იცხოვრა ისეთ პერიოდში, როდესაც არიოზის ერესი მძინვარებდა, არიანელობა. არიანელობა იყო ერესი, რომელიც ამბობდა არიოზი თავად ეგვიპტეში მოღვაწე, ამას მოღვაწეობა ქვია, სასულიერო პირი იყო, რომელიც ამბობდა, რომ ძეღმერთი არ არის თანამარადიული და თანადიდებული მამა ღმერთისა, არამედ ის არის ქმნილება. თუმცა ყველაზე აღმატებული, მაგრამ მაინც ქმნილება. ჩვენ კი ვიცით, რომ მამა, ძე და სულიწმიდა თანადიდებულია და ერთნაირად თაყვანისაცემელი. და აი ამ არიოზის ერესის დროს მოხდა ასეთი რამე, რომ მის ეპარქიაში კესარია კაბადოკიის და იქ მთავარეპისკოპოსი რას ნიშნავდა? დღევანდელი ჩვენი აქ საქართველოში მთავარეპისკოპოსი ამას არ ნიშნავდა, იქ რას ნიშნავდა? 50 ეპისკოპოსის მთავარი, 50 ეპისკოპოს განაგებდა ესე რომ და წმინდა ბასილი დიდიდან. თითქმის ყველგან მოდებული იყო ეს არიოზის ერესი, ისე რომ კონსტანტინოპოლში მაგალითად დედაქალაქში ერთი ტაძარიც კი არ არსებობდა მართლმორწმუნეთა ხელში. ახლა დედაქალაქში წარმოედგინეთ, რომ მხოლოდ ერთი სახლი ჰქონდათ, სადაც იკრიბებოდნენ და იქ წირვას აღასრულებდნენ. და ესე იგი, როდესაც იმპერატორმა გაგზავნა ერთ-ერთი პრეფექტი მოდესტოსი ბასილი დიდთან, რომ მისთვის შეეცვლევინებინა თაზრი და ასეც გადაეყვანათ იმ ერესზე. ბასილი დიდი მტკიცედ იდგა, რა თქმა უნდა და ისინი ემუქრებოდნენ, რომ მოკლედ გადასახლებით თუ სიკვდილით თუ მოკლედ რაც შეეძლო. მაგრამ ეს ყველაფერი მიწიერი და ადამიანური იყო. მინდა ბასილი დიდი ასეთ პასუხს გასცემს. რითი უნდა შემაშინოთ? თუ გადასახლებას დამიპირებთო,
ყველაფერი ღმერთისაა და სად უნდა გადამასახლოთ ისეთ ადგილზეო, რომ ღმერთი არ იყოს. აი მორწმუნე კაცის პასუხი. თუ ქონების ჩამორთმევას დამიპირებთო, მე ერთი წიგნისა და შესამოსელის მეტი არაფერი არ მაქვს. არადა ცნობილია, რომ მისი წირვა განსაკუთრებული დიდებულებით გამოირჩეოდა წინვალებით. მაგრამ ეს იმიტომ, რომ ეს წირვას შეშვენის ასე, რომ მას პირადად აინახეთ რა ჰქონდა. ერთი შესამოსელი და ერთი წიგნის მეტი რა უნდა ჩამომართოთ. თუ წამებას დამიპირებთო, მე იმდენად სუსტი ვარო, რომ მხოლოდ პირველ დარტყმას გავიგებ, რომ მე გარდავიცვლები. მართლაც სუსტი იყო, იმიტომაც აიქო ნახეთ 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. და თუ მომკლავთო, მაშინ იმას გააკეთებ, რასაც მე ყველაზე დიდხანს ვესწრაფი და სურვილი მაქვს, რომ წავალ და ჩემს უფალთან ერთად ვიქნები. ამას რო უსმენს, ესე იგი, და რო ხედავს, რომ ეს პრეფექტი გაკვირვებულია, ეკითხება, შენ ეტყობაო, დამთავართან არ გისაუბრია. აბა რა პასუხს მოელოდიო, ანუ ტექსტი ესე. მე წავალო ახლა ისეუბნეო, სხვაგანაც უნდა მივიდე, მოვიარო და რა დავბრუნდებიო, კიდე შეგეკითხებიო და აბა მოიფიქრო. მე კიდე ამ პასუხს გაგცემ, უნდა ბასილი. მაგრამ შენ რაც გინდა ის გააკეთე. ეს ამბავი რომ მიუტანეს იმპერატორს. იმპერატორმა ხელი აიღო იმ ეპარქიაზე დევნისა. აი რა შეუძლია ერთ კაცს რომ გააკეთოს ამხელა სამწყსოსათვის. მოიდგინე. დაუცარი იყო კიდე მისი ერთი ასეთი შემთხვევა, უშუალოდ გარდაცვალების წინ. როდესაც ის ავადმყოფოში იყო, მას ებრაელი ექიმი მეთვალყურეობდა, რომელიც ძალიან დახელოვნებული იყო თავის საქმეში და ისე რომ აი ადამიანზე რო იტყოდა რომ ეს ამდენ დღეში გარდაიცვლება, ის მართლაც ესე ხდებოდა. იმდენად იცოდა ადამიანის შესწავლილი ჰქონდა ადამიანის ჯანმრთელობა და მოსანათლი იყო, ებრაელი იყო, როგორც ეს მართლმადიდებელი არ იყო და წმინდა ბასილი დიდი კი ასწავლიდა ქრისტეს შესახებ და მას არ ჯეროდა, არ წამდა და არც უნდოდა ამის მოსმენა და მაგრამ ადამიანურად როგორც ჩანს ეს პატიოსანი და კეთილსინდისიერი კაცი იყო და ესეთ თავაზიანი და ბოლო საღამოა წმინდა ბასილი დიდს დაემშვიდობა იმ განზრახვით, რომ იცოდა რომ ეს დილამდე ვეღარ გაძლევს. და ამას ეუბნეოდა კიდე წმინდა ბასილი დიდს, რომ წმინდა ბასილი დიდი ეუბნება, რომ აი რომ მოხვიდეო დილითო და მე რო ცოცხალი დაგხვდეო. მაშინო ირწმუნებო ქრისტესო. იო ირწმუნებო ეუბნება. იმიტომ რომ ამან იცოდა რომ არ არსებობდა, აი სამედიცინო თვალსაზრისით არ არსებობდა 1%-იც კი რომ ეს დილით ცოცხალი დახვდება. კარგიო და ღმერთი ხო მოწყალე. ავიდა ეს ებრაელი კაცი. დილით რომ მოვიდა, წმინდა ბასილი დიდი ფეხზე დახვდა. თავად ჩაატარა წირვა. მონათლა ეს ებრაელი კაცი, იმიტომ რომ პირობა ესეთი იყო და მარტო პირობის გამო კი არა, ეხლა იმან იცოდა რომ არ არსებობს. თუ შენ ცოცხალი დავხვდე, ესე იგი ღმერთი მართლა არსებობს, რასაც შენ ამბობ. ესეთი განწყობა ქონდა. ხოდა? მოვიდა თავად მონათლა. ეზიარა თავად და მერე გარდაიცვალა. აი ესეთი რაღაცა ხდება, ესე იგი, სადაც ენებოს ღმერთსა, იძლევის წესი ბუნებისა, იქ შეიძლება შეიცვალოს რაღაცა. დაუცარია მისი მოღვაწეობა, აი მე ხა რამდენიმე ადგილს შევეხე მისი მოღვაწეობისა და მისი ცხოვრება ადამიანმა უნდა წაიკითხოს, ესე იგი, საოცარ რაღაცებს აღმოაჩენს. მათი მეგობრობა კიდე რიგო ღვთისმეტყველისა და წმინდა ბასილი დიდისა. აი იმდენად მეგობრობდნენ, რომ ასეთ რამეს ამბობდნენ, მათი ცხოვრების აღწერები, რომ თითქოსო ერთი სული იყო ორ სხეულში. რამდენად ერთნაირები უნდა ყოფილიყვნენ, რა, ერთი სული ორ სხეულში. იმდენად ერთსულოვნები იყვნენ, ერთნაირად ვსწავლობდნენ, ფიქრობდნენ, თან რა პერიოდში მოუწიათ ეკლესიის დევნის პერიოდში. მათ წინაპრებს, ახლო წინაპრებს ეკლესიის სიყვარულის გამო დევნად ჰქონდათ გადატანილი, ფიზიკური დევნა, შემდეგ ამათ დროს არიანელობა იყო და ისინი გაურბოდნენ სხვათა შორის სამღვდელო წოდებას, მღვდელმთავრობას
განმარტოებით ცხოვრება უყვარდა წმინდა ბასილიდიც, მაგრამ რადგან ღმერთმა ინება, რომ მღვდელმთავრები გამختარიყვნენ, აი ამ დროს დაჰყვებოდნენ ხოლმე ღვთისმებას. იგივე იყო წმინდა იოანე ოქროპირზე, ის ცოტა შემდგომი პერიოდია, იგივე საუკუნეა, ოღონ ის ცოტა პატარა იყო მათთან შედარებით. და ისიც ეგრე იყო, მონასტერში განმარტოებით ცხოვრება უნდოდა და ისიც გაურბოდა მღვდელმთავრობას. მაგრამ ეგრე ინება ღმერთმა, რის მღვდელმთავარი გამختარიყო და მერე როგორი მღვდელმთავარი. აი სწორედ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, ეს არის სამი დიდი მღვდელმთავარი, რომელიც არის ერთი ბურჯი და სვეტი ეკლესიისა და სხვათა შორის დრო რომ გავიდა მე-11 საუკუნეში კონსტანტინოპოლში მრევლს შორის იყო უთანხმოება, რომ რომელი უფრო დიდია ამ სამს შორის. და მოკლედ ზოგი ბასილიდიც ამბობდა, ზოგი გრიგოლ ღვთისმეტყველს, იოანე ოქროპირის და არგუმენტები მოყავდათ ეს ამიტომ და სამივე ერთად გამოეცხადნენ მღვდელმთავარ იოანეს, ერთ-ერთ მღვდელმთავარს მე-11 საუკუნეში და აუწყეს, რომ ჩვენო ღვთის წინაშე სამივენი თანაბარნი ვართ. ამიტომ რო არ იყოსო მრევლში განხეთქილება, დააწერინა ჩვენი ხატი სამივეს ერთად, დაარსებობს ეს ხატი, ჩვენთანაც არის ფერისვალების ტაძარში დაკვირვები ხარ და დააწესეთ დღესასწაული ერთ დღეს. და სწორედ აი 13 თებერვალი არის მათი დღესასწაული, 12 თებერვალი შესანიშნავი. სამივე მღვდელმთავრის ხსენება არის ერთი, აი ამის ნიშნა. მათი მოღვაწეობა კი ღმერთმა ასე შეიწირა და დააფასა. ადამიანი რასაც იღვაწებს, რასაც გააკეთებს ამ წუთის სოფელში ღვთის სიტყვის გასავრცელებლად, საქადაგებლად, ეს ტყუილად არ დაეკარგება ეს. და ერთი რამე მინდა მოგიკითხოთ ახლა ამის დასტურად, რას ეუბნება წმინდა პავლე მოციქული თავის სულიერ შვილს ტიმოთეს. ხოლო შენ ფრთხილ იყავ. ანუ ტიმოთეც მღვდელმთავარია. ტიმოთეც არის მღვდელმთავარი და პავლე მოციქული არიგებს თავის სულიერ შვილს და აი რატო არიგებს, რომ იმ სირთულეების არ შეეშინდეს, რაც ამ ქადაგებლობას შეიძლება მოყოს. ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინ, ან ყველაფერში ფრთხილი იყავი. სხვათა შორის მეუფემ რომ იგი უდლათ რომ მაკურთხა, ეგ სიტყვები მითხრა. ადამიანებთან ურთიერთობაში ფრთხილი იყავი. ძირსა იხილებთ, ანუ განსაცდელები შეგხვდება. საქმე ქმენ მახარებელისა. მახარებელი საქმე რომ უნდა ახარო ადამიანებს სასუფეველის შესახებ. სახარება რა, რომ ჩვენ გვეხარა, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის ვარსებსა და გაიხსნა კარი სასუფეველის. მსახურება შენი კეთილად აღასრულე. რამე თუ მე აწესერა შევიწირვი და ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაი მოიწია. მე უკვე შევეწირეო ესე რო თქვა და ჩემი წასვლის დრო დადგაო, მოვიდაო. ღვაწლი კეთილი მომიღვაწებიეს. კეთილი ღვაწლი მოვიღვაწე, ან ამას წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ამას რო ვკითხულობდიო, ვერ ვიგებდიო დიდი ხანია რას ნიშნავდა ეს. და ცნობილია, რომ პავლე მოციქული თავად ეუბნეოდა ყურში იმას, რაც უნდა დაეწერა განმარტებებს, აი ეს ეპისტოლები ხო განმარტებული აქვს წმინდა იოანე ოქროპირის. მისმა თანამესენაკემ პროკლე კონსტანტინოპოლელმა, ისიც შემდგომში პატრიარქი იყო კონსტანტინოპოლისა, მისი სულიერი შვილი. მან ერთხელ დაინახა, როგორც ეჩურჩულებოდა პავლე მოციქული ყურში იმას, რაც უნდა დაეწერა იოანე ოქროპირის. და თავიდანვე ვერ ვიგებდიო, რას ნიშნავს, რომ თავს იქებს ეს მოწაფის წინაშე, რომ აი კეთილი ღვაწლი მომიღვაწებიესო, ჩემი სარბიელი გავიარე უკვე, აი მაგას ეუბნება. ღვაწლი კეთილი მომიღვაწებიეს, წერბაი აღმისრულებიეს, სარბიელი გავიარე, აღვასრულე უკვე. სარწმუნოებაი დამიმარხავს, ანუ დავიცავი რწმენაო. ამიერიდან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომწეს მე უფალმო. და ეხლა სიმართლის გვირგვინი მომელისო, რომელიცაც ღმერთი მომცემს. და თითქოს აი რაღაცა რო არ იცოდე, რატო ეუბნება.
ფიქრობ, რომ თავს იქებს, ნახეთ, აი რწმენა დავიმარხეს, სარბიელი აღვასრულე, ღვაწლი კეთილი მოიღვაწე და ეხლა უფალმა უნდა დამაჯილდოს, გვირგვინი უნდა დამადგას, ხო ეს? მაგრამ ეხლა ნახეთ რატო ეუბნა. რომელი მომწესმე უფალმან მას დღესაშინა, რომელმან მართალმან მან საჯულმა, ანუ მართალმან საჯულმა იმ მაშინო, ანუ საშინე სამჯავროს ის გვირგვინს დამადგავსო. არა ხოლო თუ მე, მარტო მე კი არა. არამედ ყოველთა, რომელთა შეიყვარეს გამოჩინება იმისი. ანუ ესენი რატო ჩამოთვალა, რომ ყველა ვინც ეცდება, რომ აი ამ ღვაწლს შეუდგესო, ანუ ვინც მისი გამოჩინება შეიყვარა, ანუ რო შევაჯამოთ, ვინც მისი ირწმუნა და ესე ღვაწლი აღასრულა, ყველას მოელის ეს გვირგვინიო. იმ დოზით აღასრულა ღვაწლი, იმ ვითარებაში და იმ ფორმით, რაც მას ევალებოდა, ვინც აი ამას ეცდება, ყველას მოელის ეს გვირგვინი. მარტო მე კი არა, ანუ ამითი ამხნევებს, რას ეუბნება, შენ რო განსაცდელები შეგხვდება, შენ რო რაღაც ადამიანებისაგან გულისწყენა თუ იმედგაცრუება თუ ჭირი თუ სხვა, ეს მოითმინო იმის იმედად, რომ შენს მოგელის ის გვირგვინი უფლისაგან, რომელსაც უფალი მისცემს თითოეულ ადამიანს, ვინც შეიყვარა მისი გამოჩინებაო. და ეს მარტო ტიმოთეს მიმართ კი არ არის, ეს თითოეული ჩვენთაგანის მიმართ არის. ვიღაცამ სამღვდელო ღვაწლი უნდა აღასრულოს, ვიღაცამ სამღვდელმთავრო, ვიღაცამ საპატრიარქო, ვიღაცამ სამონაზნო, ვიღაც მეოჯახე იქნება და ასე შემდეგ. ყველას თავისი ღვაწლი აქვს აღსასრულებელი და ყველა იმ ღვაწლში, პირნათლად აღსრულებულ ღვაწლში მიიღებს ღვთისაგან როგორც წყალობად აი ამ გვირგვინს. იმიტომ რომ თითოეულის სწორი საქმიანობით ღვთის სიტყვა იქადაგება. აი მანდილოსანი რომ კარგ შვილებს აღზრდის, ამით ღვთის სიტყვა იქადაგება. მანდილოსანი რომ ოჯახს სათანადოდ ემსახურება, ამით ღვთის სიტყვა იქადაგება. ოჯახის თავი, ოჯახის მამაკაცი რომ ოჯახს ღვთისმიერად მოაწყობს, ამით ღვთის სიტყვა იქადაგება მის გარშემო. შრომელი რომ თავის საქმეს პატიოსნად და კეთილსინდისიერად გააკეთებს, ამით ღვთის სიტყვა იქადაგება, უკვე პირის გაუღებლად, უთქმელად, ამით იქადაგება. აი ეს ღვაწლი ჩვენ მოგვეღვაწებინოს და ეს სარბიელი ღვთისათმეთ გაგვეაროს და მოგვანიჭოს უფალმა ის გვირგვინი, რაც არის მარადიული სიხარულის. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გამყოფოთ. გილოცავთ ნამდვილ ახალ წელს.